მივესალმები ჩემს გამომწერებს, ზოგადად საზოგადოებას. ადრე უნდა ჩამეწერა ეს ჩემი მოწოდება, მაგრამ თავი შევიკავე და ეხლა ეს 2 დღეა TikTok-ზე უყურებ, რომ ეს იაგო ხვიჩია ამტკიცებს, რომ ღვედების გამოყენება საერთოდ ზედმეტია და ადამიანის უფლებების შელახვასთან აიგივებს. არ არის ესე, ბატონო იაგო, თქვენ ცოტა უნდა მეტი წაიკითხოთ, ჩემო ძმაო, როცა რაღაც აზრს ავითარებ, იქ უნდა ხელში გეჭიროს მეცნიერული დასკვნები. მე მაგალითად მაქვს მეცნიერული დასკვნა, წიგნი, რომელიც არის 1993 წელს გამოცემული. აქ არის მოყვანილი შესანიშნავი სტატისტიკა ევროპის, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნების ავტოსაგზაო შემთხვევებიდან. რას ეხება ახლა ეს? ეხება იმას, რომ ჯერ კიდევ 1895-96 წლებში, როცა მსოფლიომ აღიარა ავტომობილის დაარსების წლები, ცნობილია, რომ ავტომობილის გამომგონებლებად ჯერ არიან ფრანგები, შემდეგ ფრანგმა სპეციალისტებმა გაყიდეს თავიანთი ნაშრომები გერმანიაში და მოკლედ საფრანგეთ გერმანია არის აკვანი ავტომობილიზაციის შექმნის. იგივე საფრანგეთ გერმანია ხდება 1903 წელს უკვე ფრანგი მეცნიერი გუსტავ დეზილebe ამტკიცებს და იდეა შემოაქრო აი ამ ურჩხულსო ძღოლისთვისო უსაფრთხოების მიზნით ჭირდებაო აუცილებლად ღვედებიო. იქიდან მოყოლებული უკვე 1971 წლიდან 1971 წლიდან ღვედები შემოდის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, კერძოდ ჩემო შემოვიდა ჯერ იაპონიაში. იაპონიაში ღვედები დაუშვეს, ღვედების აუცილებლობა ეწოდებულ ტრასებზე, მაგრამ იმავე წელს დაამატეს დასახლებულ პუნქტებში ღვედების აუცილებლობა. შემდეგ 72-ში ავსტრალიამ დააკანონა თავისთან, 73-ში საფრანგეთში დაკანონდა, 75-ში დაკანონდა ჩემო ბატონო ფინეთში, შემდეგ მოდის ესპანეთი, დანია, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, ნორვეგია და საბჭოთა კავშირში, რომლის შემადგენელი ნაწილი ჩვენ ვიყავით 1975 წლიდან სავალდებულო ხდება ღვედების გამოყენება. ნუაკეთებთ იმას, რომ გამოხვიდე კარგი ტიპი, მაგარი ტიპი და ახალგაზრდობას მოუწოდოდა საზოგადოებას, რომ არ გვინდა ღვედები, არ არის საჭირო. თუ არ მოხსვია ძმაო, შენ ავარია, თუ არ მოხსვია, არ გისურვებ, რომ მოგივიდეს მეტი. მაგრამ მოიხედე, იკითხე ხალხში და გეტყვიან. მე 1980 წელს ეს ავარია ჩემ თავზე გამოვცადე, გესმის და მე და ჩემი მეუღლე მოვდიოდით მანქანით, დამეჯახა სამხიდიანი მანქანა. იქ ისე თანამდებობაზე ვიყავი, რომ ეხლა მე მაშინ ღვედს არ ვიკეთებდი, ეგრეთ წოდებული მობლატავე მაშინა ჩემი თავის და იმ 1988 წელს მომხდარი ავარიის შემდეგ ღრმად დავწმუნდი იმაში, რომ ღვედების გაკეთება აუცილებელია საჭესთან, ძღოლისთვისაც და მგზავრებისთვისაც. აქ მეცნიერები ამტკიცებენ, რომ
ღვედები 60-80 კილომეტრით სიჩქარით მოძრაობის დროს არის ეფექტიანი. თორე თუ 120 კილომეტრით მიქრის მანქანა, იქ ნაკლებად ეფექტურია ღვედის გამოყენება. იმიტომ რომ მანქანის დეფორმაცია ისე ხდება, რომ ძალიან ძნელია, რომ ამ დეფორმირებულ მანქანაში ამ დაბმულმა ადამიანმა რაღაცისგან თავი დაიზღვიოს, რაღაც მეტალისგან, დაღუნული მეტალისგან და ეს დაღუნული დეფორმირებული მეტალები ადამიანს უფრო მეტ იმას აყენებენ. ანუ 60 კილომეტრის სიჩქარის, მაქსიმუმ 80 კილომეტრის სიჩქარის მოძრაობის დროს ღვედი არის ერთ-ერთი ეფექტური ფორმა ავტოსაგზაო შემთხვევაში ძღოლის და მისი მგზავრების გადარჩენისა და ნუ ხართ ახლა ესეთი განწყობით ბატონო იაგო რომ მართვის მოწმობა რა თგვინდაო ჩემო ბატონო ისე უნდა დავარიგოთ ეგერ მამამისმა წაიყვანა ასწავლაო და მაშინ ეს ქვეყანა ეს მსოფლიო მეცნიერება დაღუპულა კაცო და გამოდი და ილაპარაკე შენ და აღარ გვინდა ეს სტატისტიკები და მეცნიერული დასკვნები ისე რომ მე ვარ კანონის მომხრე რომელიც ამბობს ღვედები გაკეთება არის აუცილებელი საჭესთან ეხლა თქვენ გინდა გაიკეთეთ და გინდა ხეზე ჩამოეკიდეთ მანქანით მოძრაობის დროს მე ვარ რობერტ იანტბელიძე 1982 წლიდან 82 3 4 5 6 7 8 9 წლები ვიყავი თბილისის ავტოინსპექციის ხელმძღვანელ თანამდებობაზე და ეს საკითხები მე გავლილი მაქვს კარგად გავლილი მაქვს და ნუ შეგყავთ ხალხის შეცდომაში მე მოუწოდებ საზოგადოებას რომ ღვედების გამოყენება არის აუცილებელი კარგად ბრძანდებოდეთ კეთილმგზავრობას გისურვებთ